გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. ჩვენ აგერ ახალი წლიდან დავიწყეთ ჩაკრებზე მუშაობა რეიკის ფორმატში, ხო? ასე ვთქვათ. მივედით უკვე მე-7 ჩაკრამდე, 6 კვირა ვმუშაობთ და მაინტერესებს თქვენი შედეგები. ამიტომ ძალიან გთხოვთ, თუ შეიძლება დაწეროთ ის შედეგები, ის ცვლილებები, ის შთაბეჭდილებები, რაც გააქვთ, ასე ვთქვათ, აი ამ პრაქტიკის შედეგად, საკუთარ ჩაკრებზე მუშაობის პრაქტიკის შედეგად. იმიტომ რომ ეს მუშაობა გაგრძელდება კიდევ დიდხანს, წლის ბოლომდე. მისი მიზანია იმ რეალობასთან ადაპტაცია, ასე ვთქვათ, რომელიც შეიქმნა ჩვენ საყვარელ პლანეტაზე, სადაც ცხოვრობთ. იმიტომ რომ მთელმა ჩვენმა პლანეტამ ჩათვალეთ, რომ გაიარა რეიკის ინიციაცია. შესაბამისად, მისი ვიბრაციები შეიცვალა. ხო და ძალიან ბევრ სენსორულ ადამიანს აჯანჯღარებს ამის გამო, ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად, სულიერად, ასე ვთქვათ, სხვადასხვა მოვლენების თვალსაზრისით. და აქ არ არის რაღაცა ღრმა ფსიქოლოგიური მიზეზები, აქ არის უბრალოდ ენერგეტიკული აცდენა იმ სტატუსთან, ენერგეტიკულთან, რომელშიც გადავიდა ჩვენი პლანეტა. ანუ მისი ენერგეტიკული ვიბრაციები მარტივად რომ ვთქვათ, ამაღლდა. შესაბამისად, ამ პრაქტიკის მიზანი არის ზუსტად, ასე ვთქვათ, ჩვენი ყველას ერთად, კერძოდ რეიკის პრაქტიკოსების, ასე ვთქვათ, ისეთი მუშაობა საკუთარ თავზე, რომ შევარბილოთ ეს კრიზისები, რომლებიც გამოწვეული შეიძლება იყოს ენერგეტიკული არათავსებადობით, ხო, ინდივიდების და კონტექსტის. და შესაბამისად, მოვიყვანოთ ნელ-ნელა, ასე ვთქვათ, აბსოლუტურ ჰარმონიაში ჩვენი ენერგეტიკული სტატუსი პლანეტის ენერგეტიკულ სტატუსთან. როგორც ვთქვია, ამ პროცესს გავნაგრძობთ წლის ბოლომდე, გვექნება კიდევ ბევრი საინტერესო სქემა, იმიტომ რომ ნანახი მაქვს ხოლმე ისეთი რაღაც, როდესაც აი ამ სქემას ვაძლევ ჩაკრებზე მუშაობას, ადამიანებს გონიათ, რომ სულ ეს არის, გარბიან და საკუთარ კურსებს აარსებენ საერთოდ, როგორ მუშაობ ჩაკრებზე და მოკლედ ძირითადი მომენტები აი ეს ტექნოლოგიური სიღრმეები და საიდუმლოები, რომლებიც მერე იხსნება მთელი წლის განმავლობაში, ხო, რჩება მათი საყვარელი და გადასარევი ყურადღების მიღმა. შესაბამისად, ვაგრძელებთ მუშაობას, უბრალოდ ძალიან მაინტერესებს თქვენგან უკავშირი, რომ ასე ვთქვათ, ვიცოდე რა ხდება თქვენთან, ხო, როგორ მიდის პრაქტიკა, უბრალოდ თქვენ ნებისმიერი შთაბეჭდილებები, ფიზიკური მდგომარეობა, ფსიქოლოგიური მდგომარეობა, მოვლენები თქვენს ცხოვრებაში, ხო? საერთოდ რა ხდება, ასე ვთქვათ, როგორი ფონია თქვენ ცხოვრებაში ზოგადად, რა ცვლილებებს ამჩნევთ, რა ეფექტს ამჩნევთ თქვენს ცხოვრებაზე, ჩაკრებზე, აი ესეთი სისტემური მუშაობის შედეგად. ასევე მინდა გითხრათ, რომ აპრილში 11 და 12-ში, ესე იგი 11-ში იქნება რეიკის პირველი საფეხურის ტრენინგი სრული და 12 აპრილს იქნება კოსმონავტიკის დღეს. იქნება მეორე საფეხური რეიკის მათთვის, ვისაც აქვს გავლილი პირველი, ჩემთან, სხვასთან არ აქვს მნიშვნელობა, თუ გსურთ რომ, ასე ვთქვათ, იაპონური ტრადიციის მეორე საფეხურიც აითვისოთ, ასე ვთქვათ, მობრძანდით. ანონს დავდებ, როგორ დავრეგისტრირდეთ და ჩავეწეროთ, დავდებ. წინასწარ პასუხობ თქვენ შეკითხვას მათთვის, ვინც გაიარა აი პირველი უფასო ინიციაცია რეიკიში, როდის მოგივათ სერტიფიკატები და მოგივათ მალე. მაქვს ეჭვირო თებერვლის შუამდე, იმიტომ რომ იმდენი სამუშაო გვაქვს უბრალოდ რომ ამაზეც მივა, ასე ვთქვათ, ჩვენი ხელები. თუ გვაქვს რამე შეკითხვა ახლა, აი ამ პრაქტიკებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ დასვათ შეკითხვა დაწეროთ, სიამოვნებით გიპასუხებთ. თუ არა და პრინციპში დასვით პლუსი რომ გავიგო, რომ ყველაფერი გაიგეთ და შეგვიძლია, ასე ვთქვათ, ჩვენ საქმეებზე წავიდეთ დალში. აი მშვენიერი შედეგი. თავს გძნობ კარგად, რამის გაგება თუ მინდა, პასუხს გარემოდან ძალიან სწრაფად ვიღებ. ხანდახან იმავე დღეს. მშვენიერი.
შვენიალური ეს ნიშნავს იმას, რომ ასე ვთქვათ, ჩაკრები ძალიან კარგად მუშაობს, კარგად არის მომართული, რაც არის ფრიად გასახარებელი ამბავი. ხალხო, ან შეკითხვას ვსვავთ, ან პლუსი დასვით, რომ მივხვდი, რომ გასაგებია ყველაფერი და დავიშალეთ. რეიკის პეიჯი მიყვარს, იმიტომ რომ ყველაფრის ლაპარაკი შემიძლია, რასაც ვფიქრობ. რევერანსების გარეშე. იმიტომ რომ აქ უფრო წინწასული აუდიტორია, ასე ვთქვათ. კეთილ და პატიოსანი, იმედია დანარჩენები კარგად ხართ, ხმას არ იღებთ, არც აქეთ, არც იქეთ. ჩაკრებზე მუშაობა სხვა დროს გვიან გაიგეთ? ნების აი იმ მომენტიდან, როდესაც გაიგეთ, მაგალითად დღეს შემოერთდებით, ხო, ამ თემას. აი დღეისთვის რაც არის აქტუალური, აი იმიტომ თარიღები წერია, ამ თარიღიდან ამ თარიღამდე მუშაობთ ამ სქემით. არ გინდათ თავიდან აი იმ დღეს დაიწყეთ, ასე ვთქვათ, აი იმ სქემით, საიდანაც იწყებთ. იმიტომ რომ წელიწადის გარკვეულ დროს აქვს გარკვეული სქემა ჩაკრებზე მუშაობის. კეთილ და პატიოსანი, ხალხო, აბა მაშინ რეიკით თუ შეიძლება ფაქიზის სტრუქტურების დანახვა? თუ თქვენს მისიაში ცხოვრების არის ეს ამბავი გათვალისწინებული, ანუ საქარხნო პროფერტებში, ასე ვთქვათ. ანუ რას გულისხმობ, თუ თქვენი მისიის შესასრულებლად ამ ინკარნაციაში თქვენ გჭირდებათ ასე ვთქვათ, ფაქიზის სტრუქტურების ხედვა, ეს უნარი, ასე ვთქვათ, გაიფურჩქნება. რეიკი ზოგადად იმ უნარების რეალიზაციას უწყობს ხელს, რომლებიც არის თქვენთვის ეკოლოგიური ზოგადად, ხო? ასე რომ თუ ეს ფუნქცია თქვენთვის არის საჭირო, ეს უნარი, ასე ვთქვათ, ამუშავდება უფრო კარგად. თუ არ არის საჭირო, მაშინ არ ამუშავდება, მარტივია ყველაფერი. ისე რომ იცოდეთ, იმისათვის რომ ესეთი კვანტური ხედვა განავითაროთ, უპირველეს ყოვლისა უნდა განავითაროთ სიყვარულის გაცემის და მიღების უნარი. მხოლოდ ამ შემთხვევაში წავა ენერგია ზემოთ იმ ჩაკრებში, რომლებიც მოგეხმარებათ, ასე ვთქვათ, იგრძნოთ აი ეს ფაქიზის სტრუქტურები, გაიგონოთ, ხმოვნათ, დაინახოთ და უბრალოდ შეიცნოთ. როგორ გაარკვიოთ, მარტივად რეიკის ინიციაცია თუ გაქვთ, თუ გამზარდდა ეს უნარი, ხო, ანუ თუ უფრო კარგად დაიწყეთ რაღაცეების ხედვა, ასე იგი გჭირდებათ. თუ არა და ნამდვილად არ გირჩევთ, რომ ეს მესამე თვალში თითით ქეკოთ ეს. იმიტომ რომ შეიძლება ისეთ მდგომარეობაში მოიყვანოთ საკუთარი ენერგოსისტემა, რომ მე ფსიქიკასთან ადაპტაცია ვერ მოხდება და შეგრძოვან ფსიქოტროპულებზე ბოლოს ჯვარი გწერიათ. იმისთვის რომ უბრალოდ ასე ვთქვათ, საკუთარ თავს არ მიაყენოთ ზიანი ან სხვებს. აი მაგალითად მე ბავშვობიდან მაქვს გადასარევად განვითარებული ფაქიზი სტრუქტურების მოსმენის უნარი. მესმის ხოლმე რაღაცეები. აი მაგალითად კლიენტთან როცა ვმუშაობ, თუნდაც ფსიქოთერაპიაში, ხო? და ვალსის ხმა თუ გავიგონე, მიუხედავად იმისა, რა სტადიაზე ვარ მისული აი ამ სეანსში, შემიძლია შევეშვა, დავანებო თავი, იმიტომ რომ ვიცი, რომ ყველაფერი დალაგდა და ყველაფერი გადასარევად იქნება. ხანდახან ეს რადიოს ტრეკები ვითმესმის თავში, რა ჭირს იმ ადამიანს, ვისთანაც ურთიერთობა.
აი ესეთი ამბავი. შესაბამისად, თუ გსურთ გაიაროთ, დავდებ ერთი ანონსი, რეიკის პირველი საფეხურის ანონსი დევს პრინციპში page-ზე, შეგიძლიათ ნახოთ, დარეგისტრირდეთ. და ასე ვთქვათ, გამოყვეთ ამ საინტერესო მოგზაურობაში. ასე და ამგვარად. საერთოდ ძალიან საინტერესო იქნება მონროს წიგნების წაკითხვა. სახელი არ მახსოვს კაცის, მაგრამ მონრო, ესე იგი, აღწერილი აქვს, სამი წიგნი აქვს დაწერილი. ერთი სხეულიდან გასვლის შთაბეჭდილებები, ასე ვთქვათ, ასტრალური პროექციის. მეორე რა ხდება, როდესაც სხვა სამყაროებს იკვლევ, აი ამ ასტრალურ პროექციაში და მესამე წიგნია რა ხდება მას შემდეგ, რაც ასე ვთქვათ, მიწიერი ცხოვრება მთავრდება. საინტერესო არის იმით, რომ ეს ადამიანი არ იყო არანაირად აი ამ ეზოთერიკა, ფსიქოლოგია, მეტაფიზიკური ბოდვის, ასე ვთქვათ, საინფორმაციო ველის ნაწილი, საერთოდ არ აინტერესებდა ესეთი რაღაცები, უბრალოდ სპონტანურად დაემართა სხეულიდან გასვლა, ძალიან პრაგმატული ტიპი იყო, მე თუ არ ვცდები, ინჟინერი იყო თუ რაღაცას ყიდი და სეილი იყო, აღარ მახსოვს, მოკლედ ძალიან პრაგმატული, ეს კატლეტთან ახლოს ცხოვრობდა რა. ხო და აი მას აქვს აი ამ წიგნებში ძალიან საინტერესოდ აღწერილი აი იმ ფაქიზის სამყაროს ლანდშაფტი, ანატომია, ზოოლოგია, სტრუქტურა, ონტოლოგია და ასე შემდეგ. აი გადასარევად არის ეს ყველაფერი დაალაგებული ყოველგვარი გამოგონილი галлюცინაციების გარეშე. ძალიან ხშირად მე თხოვენ ხოლმე რომ ურჩიო ლიტერატურა ამ თემაზე და არ ურჩევ წიგნებს, რატომ? იმიტომ რომ ძალიან ბევრგან არის უბრალოდ ზღაპრები დაწერილი და მე ადამიანი ამას იჯერებს. ხო და რო იჯერებს კიდე მე წარმოსახვით ამას ქმნის, ამ სურგონია რომ რეალურად რაღაცას ხედავს და მოკლედ არის საკუთარი галлюცინაციების თვალიერებით დაკავებული. ვინა ავტორი? ერთი წუთი დავდგე მაშინ და ვნახო ჩემს ბიბლიოთეკაში. ვიპოვეთ საბედნიეროდ ახლოს დევს, ესე იგი, აი ესეთი ვინმეა, თუ ხედავთ, რობერტ მონრო, Journey Out of the Body. რუსულად путешествие წელა. გადასარევი, სასაკითხია, დეტექტივივით იკითხება მინდა გითხრათ. და სამი წიგნი აქვს დაწერილი, ინტერნეტში იდება აუცილებლად, იმიტომ რომ ძალიან გაიხნის წინ არის დაწერილი ეს ამბავი. 71 წელს აქვს დაწერილი. ასე და ამგვარად. კიდევ თუ გვაქვს შეკითხვა, დავწეროთ თუ არა და შეგვიძლია წავიდეთ, იმიტომ რომ დღეს მაქვს ენიაგრამაში ეთერი ჩემს page-ზე, სტუმარი მყავს ილიანი კაჭაძე და მოკლედ იქ უნდა. იმ ეთერისთვის მინდა მოვემზადო, ვისაუბროთ ენიაგრამების შესახებ. ანუ იმაზე თუ როგორ მივხვდეთ რას ველოდოთ საკუთარი თავის განსხვავები ადამიანებისგან. როგორ წავიკითხოთ სხვა ადამიანები, როგორ შევაფასოთ ისინი. ახლა ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ძალიან მავნებელია ადამიანების კლასიფიკაციის სისტემები. თუ გინდა რომ ადამიანს დაეხმარო მისი პოტენციალი სრულად გახსნა, ჩემს პროფესიაში მაგალითად ყველანაირი ტესტი, შენ ასეთი ხარ, შენ ისეთი ხარ, შენ 8 ნომერი ხარ, შენ Myers-Briggs, etc. პირიქით ძალიან ძლიერი მუხრუჭია განვითარებაში ხოლმე ადამიანებს. ჩემ კონტექსტში. სხვა კონტექსტებში გადასარევია მაგალითად აი ბიზნესში. როდესაც არ დგას საკითხი იმაზე, რომ აი ყველა ადამიანს ველოლია უცათითაოდ და უბრალოდ გჭირდება რეალურად იმის შეფასება თუ ვისთან გვაქვს საქმე. კარგით ხალხო, მე მგონი ყველაფერი გასაგებია მაშინ. და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ 11-ში რეიკის 11 აპრილს რეიკის პირველი საფეხურის ტრენინგია, 12 აპრილს მეორე საფეხურის ტრენინგია
დავდებთ კიდევ ანონსებს აუცილებლად ამ თემაზე. დაკავშირებით, ასე ვთქვათ, ჩაკრებზე მუშაობასთან აუცილებლად მომწერეთ თუ შეიძლება თქვენი უკავშირი რა ხდება, თავს როგორ გძნობთ, ასე ვთქვათ, რამდენად ლაღად და კარგად მიდის თქვენი ცხოვრება. ეს არის და ეს. აბა, მაშინ მომავალ შეხვედრამდე.